გაუშვებს თუ არა რეჟიმი მოქალაქეებს ციხეში ტროტუარზე დგომის გამო. ოცნების საქალაქო სასამართლოში ამ ეგრეთ წოდებული ბრალდები დღეს 10-ზე მეტი საქმის განხილვაა ჩანიშნული. ოლიგარქის მთავრობა სურს უწყვეტი პროტესტის მონაწილეები ციხეში 15 დღემდე ვადით უკანონოდ გამოკეტოს. ივანიშვილის პარლამენტის მიერ მიღებული ეს ეგრეთ წოდებული კანონი ანტიკონსტიტუციურია. გუშინ სასამართლომ რამდენიმე სხდომა იანვრისთვის გადადო. რა ხდებოდა უკვე დღევანდელ პროცესებზე მარიამ ლეკიაშვილი განაგრძობს ამ თემაზე საუბარს. დიახ, პირველი ვის შესახებაც გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე კაპანაძემ ვერ მიიღო, ეს არის გუგა სულხანიშვილი, მიზეზად კი დაასახელა კვლავ გელა გელაძის უწყების წარმომადგენლების მიერ არასაკმარისი მტკიცებულებები. დღევანდელ სხდომაზეც გუშინდელის მსგავსად გუგა სულხანიშვილის უფლებადამცველმა დააყენა შუამდგომლობა ამ საქმის საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გადაცემის თაობაზე, თუმცა მოსამართლემ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, თავად გუგა სულხანიშვილი კი ამბობს, რომ მას 17 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე პოლიციის მოწოდება, რომ დაეტოვებინა ტროტუარი არ გაუგია, შესაბამისად მას ეს კანონი არ დაურღვევია. ძალიან ძიმე განწყობით გამოვედი. იმიტომ რომ რაც იქ ხდება არის გეტყვით რა 4 ახალგაზრდა პატრულის თანამშრომელი იჯდა შესახედავად ძალიან კაი ბიჭები 4 ბიჭი ფორმიანი და რომლებიც უნდა გამოსულიყვნენ და ეთქვათ რომ და ალბათ შემდეგ პროცესზე მოგვახსენებენ როგორ ვაფერხებდი მე იქ მოძრაობას ანუ თავის ცხოვრებას იწყებენ ტყუილით მოსამართლე მანტიაში ზის არაფერი ეხა ამ ადამიანს არ ვიცნობ არაფერი პირადული არ მაქვს მაგრამ უკვე ამ სისტემის ნაწილი რო არის ამ სტრუქტურის ნაწილი რო არის რომ თავის უფლებამოსილებას რო არ იყენებს იმისთვის რომ აი ამ პატარა ბიჭების სრულმოწმეობას აღუდგეს წინ მტკიცებულების მოპოვების დონეზე ავხსენით შინაგან საქმეთა სამინისტრო რამდენად დიდ აბსურდს აკეთებს მე ვიტყოდი რომ მოსამართლე ამ სხდომაზე უფრო მეტად რბილი იყო ვიდრე სხვა სხდომებზე სხვა მოსამართლეები მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მოითხოვა ინფორმაცია გაფრთხილებებთან დაკავშირებით გაფრთხილებები რამდენად იყო გაკეთებული გაუკვირდა კიდევაც მოსამართლეს მაგალითად ЧСС-ის პოზიცია იმასთან დაკავშირებით ფორმალურად რა მიზეზით შეიძლება არ მიიღოთ მათ ეს გაფრთხილებები და ასევე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის წარდგინებით მიმართვასთან დაკავშირებით მას უარი არ უთქვამს თქვა რომ შინაარსობრივად მსჯელობის შემდეგ მიიღებდა ამაზე გადაწყვეტილებას გარკვეული დეტალებიც დააზუსტა ამ საკითხებზე ჩვენთან დიახ, კიდევ ერთი ვინც ახლა ბრალდებული სკამზე ზის არის უწყვეტი პროტესტის მონაწილე გიორგი სტეპანოვი, მასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება 17 დეკემბერს ქვეითთა სავალი გზის ჩახერგვა. საინტერესოა ახლა რა მტკიცებულებებს მოიტანენ გელა გელაძის უწყების წარმომადგენლები მის სასამართლო პროცესზე, გეტყვით ასევე იმასაც, რომ მოსამართლე, რომელმაც მის შესახებ გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, არის ასევე თორნიკე კაპანაძე, გიორგი სტეპანოვი კი ამბობს, რომ მას ეს კანონი არ დაურღვევია და ეს არის უბრალოდ დაშინების მცდელობა. მოლოდინები ამათ ხელში და ამათ თავრობაში ასე ვიტყვი, რომ დაჭერას ველოდები, მაგრამ რავი, ნახოთ რაც იქნება. არ მეშინია, რომც დამიჭირონ გამოვალ და კიდევ დავდგები და კიდევ ვიდგები სანამ მე ჩემს სამშობლოს ბოლომდე არ დავიცავ და არ გარუსტება. არ მინდა რომ რუსეთისკენ წავიდე, ჩვენ გვინდა რომ საქართველო იყოს ევროპული და იყოს ძლიერი. თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გაიმართოს კიდევ 10-მდე სხდომა, ყველა მათგანს შინაგან საქმეთა სამინისტრო ედავება 17 დეკემბერს რუსთაველის გამზირზე დგომას, რამოდენიმე მათგანზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სანქცირებულმა მოსამართლე მანუჩარ ცაცუამ, დაველოდოთ რა გადაწყვეტილებებს მიიღებენ მოსამართლეები ამ პროცესებზე.